საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით შემოთავაზებული ცვლილებების შესახებ საუბრობენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიღებული პროექტი გარკვეულ პოზიტიურ სიახლეებთან ერთად მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად ფასდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუმცა ამბობენ, რომ ამ სიახლეს ჩრდილის გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი აყენებს. ამასთან ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პროექტით გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად იზღუდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება საარჩევნო დავებთან დაკავშირებით. ჩვენ განსაკუთრებით მოუწოდეთ ხელისუფლებას გაიზიაროს ის რეკომენდაციები, რაც ექნებათ საერთაშორისო აქტორებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი პოზიციები იქნება თანხვედრაში ზოგადად არასამთავრობო სექტორის პოზიციებთან, იგივე ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება ძალიან მალე და ჩვენ ასეთი მოლოდინი გვაქვს, რომ მანდატს გაზიარებული იქნება ის ჩვენი წუხილები, რაც ჩვენს მიერ იქნება დასახელებული. ხელისუფლებამ იდეაში უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ აღმოიფხოს ის პრობლემები, რაც დღესდღეობით ამ პროექტში არსებობს. მნიშვნელოვანი არის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს საზოგადოების ფართო ჩართულობით და ფართო კონსენსუსის საფუძველზე.